გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის პრაქტიკული C# და დღევანდელი ჩვენი ვიდეოს თემა იქნება ქეშირება. ძალიან მაგარი თული არის ზოგადად, შეგიძლია რომ ამით ქეშირებით შენი აპლიკაციის პერფორმანსი გაზარდო, 5ჯერ და 10ჯერ და ალბათ ამ ვიდეოს ყურების მერე მოგინდება რომ ყველაფერი დაქეშო აბსოლუტურად, მაგრამ თლად ეგრეც არ არის. რა არის რაღაცეები რისი დაქეშვაც კარგია და გეხმარება და არის რაღაცები რაც რის დაქეშვაც შეცდომა იქნებოდა, ვთქვათ. მოკლედ, ახლა გამზადებული მაქვს მე პატარა აპლიკაცია, ერთი endpoint-ი მაქვს, რომელსაც ქვია get products და უბრალოდ აბრუნებს რაღაც პროდუქტების სიას. აქ თუ შევვალთ, მაქვს ამ რაღაც რეპოზიტორი, სადაც მაქვს 30 პროდუქტი ჩაყრილი და მაქვს კიდე delay გაკეთებული 3 წამიანი, რომ ვითომ იმიტაცია გავაკეთო, თითქოს ბაზიდან მომაქვს ეს პროდუქტები. ნახოთ ახლა როგორ მუშაობს API calls რო გავაკეთებთ. თუ დავაჭერ executes, დაახლოებით 3 წამი მოიცდის და დაბრუნდება შედეგი 30 პროდუქტი. კიდე executes-ზე კიდე 3 წამი, ვითომ ბაზიდან მოდის ინფორმაცია და მერე გვიბრუნდება რეზალტი. ანუ როგორც წესი, როცა საიტზე, განსაკუთრებით პატარა ზომის საიტი თუ არის, და ვყიდით რაღაც პროდუქტებს, ხო? ეგ პროდუქტები, როგორც წესი, ძალიან ხშირად არ იცვლება რა. ერთხელ რო შევა იუზერი და წამოიღებს ყველა პროდუქტს, დაახლოებით შეიძლება 1 საათი, 2 საათი შეიძლება ხანდახან 1 დღეც ეს პროდუქტები არ შეიცვალოს და სულ ეს 30 პროდუქტი იყოს, სანამ ახალს არ დავამატებთ. ეს არის იდეალური საშუალება, ეს იდეალური ვარიანტი, როცა ჩვენ შეგვიძლია ქეშირება დავაიმპლემენტიროთ აპლიკაციაში რა. .NET-ში, .NET 6-დან მოყოლებული ამისთვის უკვე გვაქვს ჩაშენებული ქეშირების მეთოდი და მაგას გაჩვენებთ ახლა როგორ ხდება. პირველ რიგში program C-ში წერთ რომ services add memory cache და ეს უკვე გვაძლევს საშუალებას რომ აქ მოვითხოვოთ ეგეთი ინტერფეისი აი memory cache და შევინახოთ რაღაც სლაიდში. მე კიდე აქ დავჭირდება key რომ ეს cache-ი შევინახოთ რაღაც უნიკალური key-ით. cache key უდრის ეგრე დავარქვათ cache-products. შემდეგ, სანამ პროდუქტებს წამოვიღებ ბაზიდან, ჯერ შევამოწმოთ თუ პროდუქტები გვაქვს უკვე დაქეშილი. try get value და ამ key-ით წამოვიღოთ value out string cached products. მოკლედ, თუ cache-ში მოიძებნება ამ key-ით ჩვენი პროდუქტები, მაშინ აი ამაში დაბრუნდება. ხო, პირველი რაც უნდა ვთქვათ, cache-ში ინახება ინფორმაცია აუცილებლად string-ად რა, იქ ვერ შევინახავთ ჩვენ რაღაცა ლისტებად, ობიექტების ლისტებად და ეგრე ვერ შევინახავთ. ეს ჩვენი პროდუქტების სია list of products, აი ეს უნდა გადავაკონვერტიროთ ჯერ JSON-ში და ეგრე შევინახოთ ჩვენს cache-ში. თუ მოიძებნა მაშინ products from cache უდრის JSON converti deserialize object list of products და ამას გადავცეთ ეს. ანუ თუ ჩვენს cache-ში მოიძებნა პროდუქტები, მაშინ ეს გადმოვაკონვერტიროთ ისე პროდუქტების ლისტში და დავაბრუნოთ უკან. ხოლო თუ არ მოიძებნა, წამოვიღოთ მაშინ ბაზიდან ჩვენი პროდუქტები, ამას ჭირდება დაახლოებით 3 წამი და როცა წამოიღებს, შემდეგ უკვე var products as JSON, კი ბატონო, JSON convert serialize object და products. ანუ გადავიყვანთ JSON-ად ამ ბაზიდან წამოღებულ პროდუქტებს და memory cache-ში დავსეტავთ ამ key-ით cache წერტილი პროდუქტით დავსეტავთ ჩვენს პროდუქტებს. აქ შეგვიძლია ასევე მივუთითოთ ხანგრძლივობა, რამდენი ხანიც გვინდა რომ დაიქეშოს რა, მაგალითად 1 საათი გაიქნება. From hours და 1 საათით შეიძლება დაიქეშება ეს პროდუქტები. და
შემდეგ როცა უკვე მეორედ მოვითხოვთ ჩვენს პროდუქტებს და ანუ პირველად ხო ქეში არაფერი არ იქნება, ანუ ამ if-ს გამოტოვებს, წამოიღებს პროდუქტებს ბაზიდან, მე ამ პროდუქტებს გადააკონვერტირებს JSON-ად და JSON-ად შეინახავს ქეში. და უკვე მეორედ როცა შემოვალთ ამ მეთოდში, აი აქ უკვე დააბრუნებს ქეში რა values JSON-ად. და მე ამ JSON-ს გადმოვაკონვერტირებთ ისე list of product-ში და მაგას დავაბრუნებთ უკან. ნახოთ, აბა შედეგი უნდა იყოს ის, რომ პირველ ჩატვირთვაზე 3 წამი უნდა დააგვიანოს და ყოველ შემდეგ ჩატვირთვაზე 1 საათის განმავლობაში უკვე ეგრევე დააბრუნებს response რა, ანუ ის რეალურად ბაზიდან აღარ დაბრუნდება უკვე ყოველ შემდეგ request-ზე data და გვექნება memory cache-ში. და ვნახოთ ახლა ეგრეთ უმუშაობს. execute 3 წამი ბაზიდან მოაქვს და ყოველ შემდეგ execute-ზე ეგრევე მოდის data. იმიტომ რომ ეს უკვე cache-ი არის და ბაზაში აღარ მიდის აპლიკაცია ინფორმაციის წამოსაღებად, რა ეგრევე აბრუნებს. და ახლა 1 საათის განმავლობაში ეს იქნება ესე. პირდაპირ memory-დან დაბრუნდება data. და წარმოვიდგინეთ ახლა რამდენად შეიძლება აჩქაროს ამან ჩვენი აპლიკაცია. ანუ ძალიან მაგარი თული არის. ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ყველაფრის დაკეშვა არ არის ხოლმე რა, სწორი. მაგალითად რაღაცა თუ ჩვენ ისეთი აპლიკაცია გვაქვს, სადაც პროდუქტები ძალიან ხშირად ემატება, ყოველ წამში ან ყოველ წუთში, მაშინ მაგის დაკეშვის აზრი არ აქვს, იმიტომ რომ პირველად რო შევედი საიტზე და წამოვიღო 30 პროდუქტი, შეიძლება 5 წამში 40 პროდუქტი გაჩნდა უცებ ხო რაღაცები დაემატა და ჩვენ ისე ეს დაკეშილი ინფორმაცია მოგვაქვს და არ ნახლდება ესე რომ ვთქვათ რა ეს კატალოგი. ამიტომ იმის დამიხედვით რა use case-ი გვაქვს ის ინფორმაცია უნდა დავქეშოთ ჩვენს აპლიკაციაში. კიდე ერთი ნიუანსი მინდა გითხრათ ამ თემასთან დაკავშირებით და ერთგვარიով შემდეგში რომ დავუშვათ ჩვენ გვაქვს ამ test API-ის ორი ინსტანსი რა. ორი ზუსტად იდენტური აპლიკაცია დახოსტილი სხვადასხვა სერვერებზე. და იმის დამიხედვით საიტკენ უფრო მეტი ტრაფიკი არის მაგალითად ერთი სერვერი დატვირთული თუ არის, request-ი მეორე სერვერზე წავა და მეორე სერვერი დატვირთული თუ პირველ სერვერზე წავა და მაგ შემთხვევაში, როცა ერთი ინსტანსი აქეშირებს რაღაც პროდუქტებს და თუ request-ი მეორე ინსტანსზე წავიდა, ანუ იქ დაკეშილი არ იქნება ეს პროდუქტები რა. ანუ ეს ეხა მე რაც დავაიმპლემენტირე, გაზიარებული არ იქნება ამ ორ ცალკე მდგომ აპლიკაციას შორის რა. და cache-ი თუ გვინდა რომ რამოდენიმე აპლიკაციასთვის იყოს გაზიარებული, მაგისთვის არსებობს Redis cache-ი, იგივე distributed cache-ი. ანუ ეგ ნიშნავს იმას, რომ ეს cache-ის სერვისი სადღაც ცალკე არის დახოსტილი, როგორც ცალკე მდგომი აპლიკაცია. და უკვე შენ call-ს აკეთებ იმ ცალკე მდგომ აპლიკაციაში და იქიდან მოგაქვს ინფორმაცია და თუ რომელიმე აპლიკაციას დაჭირდება რაღაც cache-ი, ყველა მიდის იმ რაღაც ერთგან რა. მაგას ქვია distributed cache, ანუ სადღაც ცალკე დგას ეს cache-ირების პროექტი და ყველა დანარჩენ აპლიკაციას იქიდან მოაქვს cache-ი. თუ გინდათ ნახოთ თქვათ ეგ Redis cache-ის იმპლემენტაციაც, დაწერეთ კომენტარებში და შევეცდები რომ შემდეგ ვიდეო მაგაზე გადავიღო. მადლობა ყურადღებისთვის, სულ ეს იყო დღეისთვის, რაც მინდოდა რომ მიჩვენებია. კარგად.